ბათუმელებისა და ნედგაზეთის დამფუძნებლისთვის კვების აღდგენის პროცედურა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ამის შესახებ კლინიკა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, ექიმები ეგრეთ წოდებულ რეფიდინგ პროტოკოლით ხელმძღვანელობენ. ბათუმელებისა და ნედგაზეთის დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 2 დღის წინ შიმშილობის 38 დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან საპატიმროში შიმშილობდა. და ახლა მიმდინარეობს კვების აღდგენის პროცესი. და ამ პროცესისას, რა თქმა უნდა, ჩვენ ხელმძღვანელობთ საერთაშორისო დანერგებული, ეგრეთ წოდებული რეფიდინგ პროტოკოლი. ჩართულია მკურნალ ექიმთან ერთად ექიმი, ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი. მას ამ პროტოკოლის შესაბამისად მიეწოდება შესაბამისი კალორაჟის მქონე საკვები და პარალელურ რეჟიმში, რა თქმა უნდა, უტარდება ლაბორატორიული კვლევები. ზოგადი მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ არის ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი და კვების აღდგენის პროცესიც მიმდინარეობს ყოველგვარი გართულების გარეშე.